და თუ გსურთ რომ საქართველოს კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდეს Microsoft-ის რუკაზე, მხარი უნდა დაუჭიროთ ქართველ კანდიდატს, რა თქმა უნდა. ის უკვე ტოპ 5-ში აქვს Excel-ის ინდუსტრიის ამომავალ ვარსკვლავებს შორის. საუკეთესო 5-ის წევრობა უკვე განაპირობებს მის წარმატებას, მაგრამ ვინ არის ქართველი, რომელიც მსოფლიო Excel-ის სამიტის დაჯილდოების ფინალშია? პირველი ქართველი ვლოგერია YouTube-ზე, რომელიც ესე იგი 2012 წლიდან გვაწვდის საგანმანათლებლო რესურსს. რამდენი წელია, იცი? თითქმის 15. ნუ მე 14-ია. ამ დროისთვის უნიკალური 6.600.000 ნახვა აქვს. 25 წელია ასწავლის, ინჟინერიის დოქტორია, კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი და BTU-ს მოწვეული პროფესორი. ელექტრონული აკადემიის დამფუძნებელი გიორგი დათუკიშვილი მოვიწვიეთ დღეს სტუდიაში და მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა გითხრათ ჩვენს გადაცემაში. პირიქით თქვენ მადლობა მოწვევისთვის. გულშემატკივრობ, იმიტომ რომ არაერთ თქვენს აღზრდელს ვიცნობ, პირადად ვიცი რომ მათი წარმატების გზაზე ძალიან მნიშვნელოვანი ცოდნით სწორედ თქვენ აღჭურვეთ. გულისხმობ უნივერსიტეტებში, ახლაც გელოდით, როდის ჩამოხვიდოდით პორტუგალიიდან, სადაც ასევე უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამით კითხულობდით ლექციებს, მოთხოვნა დიდია, მაგრამ ახლა გჭირდებათ ყველა თქვენი აღზრდილის და კურსდამთავრებულის ერთგული მხარდაჭერა, იმიტომ რომ ჩვენს ხმებზეა დამოკიდებული საქართველოს Microsoft-ის რუკაზე უფრო მკვეთრად რომ გამოჩნდეს. მოდი უკეთ აუხსენით რაშია საქმე ჩვენს მაყურებელს. მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის. ორი სიტყვით რო ვთქვათ, ეს არის ოსკარები, ასე ვთქვათ, Excel-ის ინდუსტრიაში. ყოველწლიურად ტარდება სამიტი ლონდონში და სამიტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არის დაჯილდოება სხვადასხვა ნომინაციებში. პერსონალიზირებული ნომინაცია მხოლოდ ერთია, რომელსაც ქვია ამომავალი ვარსკვლავი ინდუსტრიის. იდეურად ყველა ჩვენგანი ვინც უკვე ნომინირებული ვართ, უკვე გარკვეულწილად ჩვენ საქმიანობაში, ჩვენ საზოგადოებაში უკვე ასე ვთქვათ, საუბარი სახეები შეიძლება ვართ, იმიტომ რომ მე არ ვარ მხოლოდ ეს არის სხვადასხვა კიდევ ქვეყნის წარმომადგენლები, თან საკმაოდ ფინალისტია. ბატონო და თან ძალიან ისეთი დიდი მოსახლეობის მქონე ქვეყნებიდან. შესაბამისად, ამომავალი ვარსკვლავი იგულისხმება როგორც სოფლიოს ინდუსტრიაში ამომავალი ვარსკვლავი. აქედან გამომდინარე, ეს მხარდაჭერა მართლა ძალიან მნიშვნელოვანია თვითონი ადამიანის, ხანდახან მგონია ხოლმე განცდა მაქვს, რომ ყველაზე სწორი ხო არ იქნება, რომ მაგალითად სადგურის მოედანზე მეტროში დავდგე QR-ით, რომ გასკანერეთ და ხარი დავიჭირეთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანს უნდა მიაწვდინო ხმა, რომელსაც შეიძლება მთელი გულით უნდა რომ გული დაგიჭიროს, მართლა მხარი დაგიჭიროს, მაგრამ მასთან არ მისულა ეს ინფორმაცია. ჩვენ შევეცდებით ამოვანათოთ კიდევაც ეს მული, მაგრამ რასაკვირველია სოციალურ ქსელში განვათავსებთ თუ არა ამ ჩვენ საეთერო შეხვედრას, თავშივე, სათაურშივე დაურთავთ ბმულს, საიდანაც ყველას, ვისაც მარტო კი არ გისწავლიათ ამ ადამიანთან, არამედ ვისაც გინდათ უგულშემატკივროთ ქართველ კანდიდატს და თუ რატომ, აი ახლა გავიგებთ, ნელ-ნელა მივალთ იქამდე, რა გზას გაგიხსნით გიორგი, უკვე ტოპ 5-ში რო ხართ, მაგრამ გამარჯვებაც, ხო? ჯერ მოდით ავხსნათ, როგორ მიხვედით აქამდე. 5 კრიტერიუმია, რის მიხედვითაც შეიძლება შეგარჩიონ. და ამ 5 კრიტერიუმში ჩამოვთვლი, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი არის თუ რა ხარისხის კონტენტს, ანუ მასალას ქმნი, რა ფორმის მასალას ქმნი, რა ინტენსივობით ქმნი მასალას, რამდენად ყურებადია ან წაკითხვადია შენს მიერ შექმნილი მასალა და რა როლს თამაშობ ახალგაზრდა თაობის აღზრდაში, როგორც კოლეგების და არა როგორც სტუდენტების ან როგორც მოსწავლეების ან თუნდაც შენივე ასაკის ადამიანების უნარების განვითარებაში. ანუ რამდენად ანვითარებს სხვაებს როგორც ჩვენნაირ პროფესიონალებს. ეს არის კრიტერიუმი. ეს არის კრიტერიუმები, რისთვის ფასდება. იმისთვის რომ ნომინანტთა ზოგადად არა 5-ში, არამედ ზოგადად სიაში მოხვდე, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია წარადგინოს ნებისმიერი ადამიანი. თუმცა მერე ხდება კვლევა, რამდენად ის ადამიანი იმსახურებს ამ ნომინირებას. და სიმართლე გითხრათ, არ მქონდა მოლოდინი.
ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის რიცხობრივი მაჩვენებლებიდან მომდინარე და მათ შორის ძალიან დიდი კონკურენციის პირობებში. და ჩემმა მეგობარმა სტუდენტმა ყოფილმა და ყოფილმა კოლეგამ დაჟინებით მითხრა რომ გაგვეკეთებინა განაცხადი ამ კონკურსზე. ასე ვთქვათ და მისი თხოვნით ასე ვთქვათ გავაკეთე განაცხადი. ამ ნომინაციის თუ ვიმსჯელებთ Microsoft-ის რუკაზე უკვე საქართველოს დევს. ეს უკვე გამოდის რომ დევს. ხუთეულში მოხვედრა უკვე ძალიან ბევრს ნიშნავდა და მათაც მომდნელი იყო. ბევრი რამ მიოცნებია ცხოვრებაში, მაგრამ ეს მასშტაბი ნამდვილად არ მიფიქრია რომ ოდესმე შეიძლება და რეალისტური ყოფილიყო. გიორგი, ამას ხო საერთაშორისო ჟიური აფასებს? კი. ვიცით რამდენი განაცხადი იყო შესული? არა, ეს არის ასე ვთქვათ, ჯერჯერობით ოსლოში არ არის გამოქვეყნებული ეს ინფორმაცია საჯაროდ. 30 აპრილამდეა ხმის მიღება, შესაძლოა ხმის მიღების შემდეგ უკვე გამოცხადდეს ეს სტატისტიკაც, რომ დაუშვათ რამდენი კანდიდატი იყო, რომელი ქვეყნები. აი, როგორ ფიქრობ, როგორ შეიძლება მაყურებელს აუხსნა? თქვენ ხო ქმნით ქართულ კონტენტს, ქართულენოვანია, თქვენი ვლოგი, აგერ უკვე 14 წელია YouTube-ზე. პირველი ვლოგერი ხართ, ვინც საგანმანათლებლო, ესე იგი, შიგთავსის ვლოგებს გვთავაზობთ, ხო? როგორ განსჯიდა ამ კრიტერიუმების მიხედვით თქვენს კანდიდატს საერთაშორისო ჟიური? ან საერთოდ თქვენ როგორ შეატყვეთ, რომ ჟიურის ფოკუსში ხართ? ხო, ეს ძალიან კარგი შეკითხვაა, როგორ შევატყვე ფოკუსის ამბავი. როგორც უკვე გითხარით, ანუ მოლოდინი არ მქონდა. გულწრფელად არ მქონდა მოლოდინი. და მივიწყებული მქონდა ეს ფაქტიც, რომ კანდიდატთა სიაში შესაძლო იყო მოხვედრილიყავი. როდესაც კონფერენცია დაიწყო და გამოცხადება ნომინანტების ხდებოდა ონლაინ კონფერენციაზე, ანუ პრეკონფერენცია ცენტრალური სამიტის. და ამ პრეკონფერენციის პროცესში სადღაც დაახლოებით 8 საათი გრძელდება ეს ახალი ზელანდიიდან დაწყებული, დამთავრებული ამერიკის შეერთებული შტატებით ერთვებიან სხვადასხვა ექსპერტები. და ნუ მე მთლიანად ვადევნებდი თვალს, ეს მთელი 8 საათიანი პროცესი იყო. და სადღაც გამოცხადებამდე საათნახევრით ადრე მოულოდნელი მეილი მომივიდა, რომ არ გამოგჩეთ ყურადღებით იყავით, უნდა გამოცხადდე ნომინანტები და ცუდად მენიშნა, ეს ცუდად უბრალოდ კარგად, მაგრამ ამაღელებლად მენიშნა და გამიკვირდა რომ ამდენი ხანია ვზივარ და ვუყურებ ამ კონფერენციას და რატო ხდება ესე. და სასწრაფოდ გადავედი ჩემს YouTube-ის არხზე, სადაც ნუ ყველა შემქმნელებმა ამ ვიდეო გაკვეთილების თუ ზოგადად ვიდეო კონტენტის ვიცით რომ შეგვიძლია ვნახოთ ასაკი, დემოგრაფია, საიდან გვიყურებენ და ასე შემდეგ. და მიყურებდნენ ისეთი ქვეყნები, რომელი ქვეყნებიც როგორც წესი ჩემ სტატისტიკაში არ არიან. უმრავლესობა 99% საქართველო და ემიგრაციაში მყოფი ქართველები ისიც ცენტრალური ევროპა ან ამერიკა. ახალი ზელანდია, ავსტრალია, კანადა, ირლანდია, ანუ ქვეყნები, რომლებიც როგორც წესი ბრაზილია, როგორც წესი ჩემთან არ შემოდიან. და ეს იყო ნიშანი, რომ როგორც ჩანს კვლევა ჩატარდა, რა კონტენტს ვდებდი, რა ინტენსივობით ვდებდი და ასე შემდეგ ყველა ის კრიტერიუმი, რომელიც იმიტომ ენა ხო არ ესმოდა. ენა არ ესმოდა, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიებში ხო ტრანსკრიფცია მიდის და შინაარსით შესაბამისად გაეცემა. ხო, მაგრამ თქვენთან თქვით, რომ ინტენსივობას ქონდა მნიშვნელობა, ყურებადობას, ნახვების რაოდენობას, გამოხმაურებას, რეზონანსს, ხო? ესეც ხო რეალურად საჯარო ინფორმაციაა, ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი იუთუბერის მონაცემები ვნახოთ, რა ინტენსივობით დებს, რამდენი ადამიანი უყურებს, რა არის ყველაზე პოპულარული ვიდეო, რა ტრენდი უჭირავს, ანუ მიყვება თუ არა ახალი ფუნქციონალების სწავლებას და ასე შემდეგ. ახალი ფუნქციონალები ემატება ყველაფერს. ამ ბევრი მათ შორის Excel-ს. და მათ შორის Excel-ს, რომლის სფეროშიც ყველაზე მნიშვნელოვანი დაჯილდოების ფინალში ხართ ახლა. მოდით მაყურებელს აუხსენით, ფართო მაყურებელს, ჩვენ ხო ახლა მარტო ის ადამიანები არ გვიყურებენ, ვინც Excel-ს მოიხმარენ, ხო? აი ვინც არ მოიხმარენ, იმათმა რომ გაიგონ, რას ასწავლით და რა შესაძლებლობებს აძლევს Excel-ი თანამედროვე ადამიანს.
ერთი მთავარი მითია Excel-თან დაკავშირებით. თუ მათემატიკა არ იცი კარგად, Excel-ს ვერ სწავლობ. ეს არის მითი, პირიქით. მათემატიკა თუ არ იცი კარგად, Excel-ი გეხმარება არითმეტიკაში. იბა ეს მინიმუმ, სულ მინიმუმ რო ვთქვათ. ეს ერთი. მეორე მხრივ კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ საოფისე სამუშაოთი ხარ დაკავებული, ცალსახად იცი რას ნიშნავს Excel-ი და ცალსახად ამას ხმარობ და იყენებ. მაგრამ თუ ხარ მაგალითად, არ ვიცი, მოდით ესე ვთქვათ, თუნდაც დიასახლისი, რომელსაც სჭირდება თავისი დღის გეგმის გაკეთება. კალენდარული გეგმა, მაგალითად დაგეგმა მოგზაურობის, თავისი სადიასახლისო პროცესების გაწერა, ბიუჯეტირება, შემდეგ მაგალითად მისი ვიზუალური ანალიზი, რომ შეხედოს რა დროს როგორ ხარჯავს და რაში უფრო მეტი დროითი რესურსი ან ფინანსური რესურსი ეხარჯება. მარტივად რო ვთქვათ, რიცხვებისა და სიტყვების კომბინაციით ვიზუალიზაცია და ანალიტიკა. ეს არის ის სასიამოვნო პროცესი, რაც Excel-ში შეიძლება გააკეთო. მე მქონდა სხვათა შორის ეგეთი აი ამ კამპანიის ფარგლებში ხუთივეს ჩაგვეწერინეს ინგლისურად ვიდეოები, რამოდენიმე კითხვაზე პასუხი და ერთ-ერთი იყო ყველაზე უცნაური, რაში იყენებთ Excel-სო და ხუთივეს მქონდა პასუხი, რაშიც იყენებდით და ჩემ პასუხი იყო, როდესაც მე ვარ ბავშვების ზრუნვაზე პასუხისმგებელი, მაშინ, როდესაც ეს ფუნქციონალი მთლიანად ჩემზე როგორც წესი არ არის ხოლმე, მაგრამ არის გადმოსული, Excel-ში მაქვს გაწერილი მათი კვების პროგრამა, მაგალითად, რომელ დღეს, რომელ საათზე რა უნდა შვილებზე ვსაუბრობ, კი, იმიტომ რომ ამაშიც კი ვიყენებ. აი ნებისმიერი რამ შეიძლება მოკლედ იყოს, აი ყავას ვახსენებ მაგალითად, პროფესიონალურ დონეზე ყავის მომზადებას ცოდნა ჭირდება და რამდენი ყავაჩერის ახსენებ. ხო, რა ნებისმიერ სიტუაციაში, ანუ რა დოზის ყავას, რამდენი მაგალითად რძის შერევა ჭირდება, რა გრადუსზე და ასე შემდეგ და ეს შეიძლება შენ აწარმოო მაგალითად Excel-ში პატარა სტატისტიკა და შენ თვითონ მერე საუკეთესო შენი გემო დასვა ყავის მომზადებაში. საგანმანათლებლოც არის ამავდროულად. კი. და თანამედროვე ძალიან ბევრი ფუნქციონალი აქვს. ხო და აი ხა მინდა და მეკითხა, ბოლო ისეთი მიღწევები რა არის, რასაც გამოარჩევთ? ყველაზე დიდი მიღწევა, რაც მაგრამ ალბათ ეს არ იქნება პოპულარული ენით ნათქვამი, ეს არის რომ Excel-ი გახდა დინამიური, ადრე თუ მას სჭირდებოდა თვითოუჯრაში მაგალითად ფორმულის ჩაწერა, დღეს შესაძლებელია ერთგან ჩაიწეროს, რაც ავტომატურად განეზოგადებს მას მთლიან მასივზე. ოღონდ ეს არ იყო ახლა პოპულარული ენით ნათქვამი დეტალი, ამან რადიკალურად შეცვალა Excel-ის მუშაობის პრინციპი. გადავიდა cloud-ურ, ანუ ღრუბლოვან მეთოდზეც სისტემაზე და ხელმისაწვდომი გახდა უფრო ფართო აუდიტორიისათვის. ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეები აქვს, რომელიც შეუძლიათ ჩვენთან ელექტრონულ აკადემიაში გაიცნონ. შეგიძლიათ გამოარჩიოთ სფერო, რომელმაც თქვენთან რომ ისწავლა, სფეროს წარმომადგენელმა, აღმოაჩინა, რომ ნამდვილად რაღაც აი აღმოჩენას რო გააკეთებ, რომ ხვდები, როგორ შეიძლება გაიმარტივო, უფრო სასარგებლო გახდეს შენთვის, შენი საქმიანობისთვის Excel-ი. აი ბოლო პერიოდში, აი ბოლო არ ვიცი, მაგალითად 5 წელიწადში, რომელ სფეროში მოიკიდა ფეხი, უფრო დაინერგა Excel-ი? აი ბიზნესებს გულისხმობ. ნინო, ბოლო 5 წელიწადში დანერგვის ნაწილში გამიჭირდება, რომ ზუსტად გითხრათ, რატომ? მე გეტყვით ჩემი დაკვირვებით. მითხარით. იმ სილამაზის სალონებში, სადაც დავდივარ, და Excel-ში არ მუშაობდნენ, ბოლო 2-3 წელიწადია, მე 3 სხვადასხვა სალონით ვსარგებლობ. რამდენიც გასაკვირია უნდა იყოს, რა ვიცი. ერთიდან გამოდიხარ, მეორეში მიდიხარ, მეორედან არა, ნუ თვას, ერთგან გასაგები. და ასე შე. ყველგან Excel-ის გახსნა დაიწყეს. აი ადმინისტრატორს რო შეხედო გვერდიდან, Excel-ი აქვს. არ იყო ეს მანამდე? მე ცოტა უფრო ვუყურებ ხოლმე კომპლექსურად. რატო არ იყო მაშინ, მოდით ესე ვთქვათ. თუ ოდესღაც ადამიანისთვის წერა-კითხვა იყო განათლების მაჩვენებელი და დამადასტურებელი, დღეს Excel-ის ცოდნა ისეთივე უნარჩვევაა, როგორიც წერა-კითხვა იყო თუნდაც რამდენიმე საუკუნის წინ. და შესაბამისად დატვირთული რეჟიმი, აი მუდმივად ქრონიკული ქაოსი ყველა სფეროს
თვის, ასე ვთქვათ, არის თანმხვედრი. Excel-ი გვეხმარება ხშირ შემთხვევაში ორგანიზებაში. მათ შორის აი იგივე სალონების მაგალითი რო ვთქვათ, ხშირ შემთხვევაში გაწერილი გრაფიკი, თუ რომელ ხელოსანთან, რომელი ადამიანი მოდის, მისი საკონტაქტო, რამდენად ხშირად დადის, არ დადის, ხო არ გადაუცდა პერიოდი მოსვლის რაღაცა ჭაღარა ხო არ შეერია დაუშვათ და ხო არ უნდა შევახსენოთ, რომ შესაღები აქვს თმა თუ იღებავს და ასე შემდეგ, ხო? ანუ რა თქმა უნდა, ამაშიც გვეხმარება Excel-ი. ზოგადად ესე ვიტყოდი მაშინ, სხვილი ბიზნესებიდან წვრილ ბიზნესებში ჩამოსულია Excel-ი, ოღონდ უკვე დიდი ხანია. ანუ მე არ მომეჩვენა. უბრალოდ ხო, თქვენ შეიძლება რამდენად იყენებენ მე ასეთი წვრილი ბიზნესები, გიორგი, ამ მონაცემებს დასამუშავებლად. აი, მაგალითად სეზონის ბოლოს, კვარტლის ბოლოს, წლის ბოლოს, რომ მე დავაკვირდე, როგორ შეიძლება უკეთ გავიდე მოგებაზე, Excel-ი ამაში დამეხმარება. კი, აუცილებლად დაგეხმარებათ, ოღონდ ეს უნდა იყოს თქვენი პირველ რიგში ინტერესის სფერო. და ოდნავი უნარების განვითარებაც მნიშვნელოვანია. ანუ ის რომ მონაცემები ჯერ პირველ რიგში უნდა იყოს სტრუქტურიზებული და არა ქაოსური. მაგალითად, თქვენ როგორც კლიენტს სალონი არ უნდა გწერდეთ ხან ნინოთი, ხან ნინო ტევე პირველით, ხან ნინო არაზაშვილით, ხან არაზაშვილი ნინოთი, უნდა წერდეს ყოველთვის ერთი და იგივე ნაირად. ამითი უნდა მოხდეს მე თქვენი იდენტიფიცირება, რეალურად პირადი ნომრით, ან ტელეფონის ნომრით, რაც უნიკალური მონაცემია, თორე სახელი და გვარი მეორდება. და აი როცა უკვე გესმის, როგორ იმუშაოს სწორად მონაცემებთან, უკვე მერე ანალიტიკაც ძალიან მარტივია. ერთი ხელის გატკაცუნებითაც კი შეიძლება გაკეთდეს ეს ანალიტიკური ნაწილი. აქვე ვარემ ერთ სავაკომენტარებ. როგორც ენებში არსებობს დონეები, ხო, აი A1, A2, B1, ასეთივე არსებობს Excel-შიც. და ერთ-ერთი ფუნქციონალი, რომელიც არის pivot table-ი, ანალიტიკური ინსტრუმენტია. სტანდარტის თანახმად გადის ენას რო შევადაროთ C2 დონეზე, მაღალ დონეზე. და ჩვენ ვიცით რომ მაღალ დონეს რომ მიაღწიო, ძალიან ბევრი რამე უნდა ისწავლო. Excel-ში კი არ არის ესე. ის რომ შენ ანალიტიკა გააკეთო, სულაც არ გჭირდება ქვემოთა ნაწილების ცოდნა. ანუ ინსტრუმენტების აი ეს ცალ-ცალკე ფრაგმენტული შესწავლით შეგიძლია შენთვის სასურველ შედეგზე გახვიდე, რომელიც არის ანალიტიკა. ხო და აი ამითიც განსხვავდება მათემატიკისგან. მათემატიკის საფუძვლიდან მოყოლებული რამე თუ გამოტოვე, მე გაგიჭირდება Excel-ში. ხო და აქ ესე არ არის, კი ბატონო. ვინ არიან კონკურენტები? კონკურენტები არიან ჩვენ რომ მივხვდეთ გლობალ Excel-ი ვის ირჩევს ფავორიტებში, გიორგი საქართველოდან გიორგი დათუკიშვილთან ერთად. ერთადერთი ვარ ამ ხუთეულში, ვინც არ არის Microsoft-ის მიერ აღიარებული სპეციალისტი. როგორც ეს ცალკე ნომინაცია, რაზეც ჩვენ მომავალ წელს ვიცდებით, რომ გავაკეთეთ განაცხადი. Microsoft-ი თვითონ როგორც კონკრეტულ პირს ყოველწლიურად ანიჭებს კიდევ ამ ერთ-ერთ სტატუსს MVP, ესე ქვია. ყველა მათგანს ეს ნომინაცია უკვე აქვს მოგებული, კიდევ უფრო მეტად ართულებს ჩემთვის კონკურენციას, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ის ხალხი უფრო ცნობილია საერთაშორისო ბაზარზე. მათ შორის ეს დიდი ბრიტანეთიდან რომელიც არის ჰადანგი, ეს არის Excel-ის მსოფლიო ჩემპიონის ნატის გამარჯვებული, ეს ცალკე კიდევ ასე ვთქვათ მიმართულება და არ ვიცი ჩემთვის აქ მოხვედრაც უკვე ძალიან დიდი პატივია მართლაც ამ ხალხთა შორის ყოფნა, მაგრამ გამარჯვებისთვის ბრძოლა ღირს, მე მგონი. გიორგი, რა გზას გაგიხსნის ახლა თუნდაც ის რომ ტოპ 5-ში ხართ. იცი რატო გულისხმობ ამას? ერთია რომ ეს პირადი რაღაცა ესეთი აღფრთოვანება ნამდვილად იგრძნობა, იმიტომ რომ დიდი შრომის ფასად მიხვედით აქამდე. არ ვიცი, რამდენად მოულოდნელი იყო თქვენთვის, როდესაც დარეგისტრირდით საერთოდ ამ კონკურსზე სამონაწილეოდ? მოულოდნელი არ ველოდი, არა, მოულოდნელი იყო, იმიტომ რომ საქართველოს ხო ფაქტობრივად რუკაზეც არ ჩანს სოფლიოს გლობალურ რუკაზე. ძალიან პატარა ხა გვაღიაროთ გულწრფელად, რომ რამდენი უცხოელი გაგვიცნია საზოგადოებად, რომელსაც დაკონკრეტება დაგჭირდა, საიდან ვიყავით უფრო კონკრეტულად, ვიდრე მარტო იმის თქვა, რომ I'm from Georgia, თან George from Georgia ძალიან მარტივად სათქმელია, მაგრამ მაინც დაგჭირდა თქმა. ამიტომ ასეთი მასშტაბის კონკურენციაში და ასეთი დიდი მოსახლეობის ქვეყნებთან ჭიდილში 3.5 მილიონი მოსახლეობით
მე წარმოუდგენელი მეგონა ნამდვილად. მაგრამ ერთ ფაქტზე გავამახვილებ ყურადღებას, როდესაც გამოცხადდნენ ფინალისტები და რა თქმა უნდა ძალიან გამიხარდა, ხო? აქ მივხვდი რომ მხოლოდ ისევ ადამიანების იმედად უნდა იყო. თუ მოგცემენ ხმას ხომ გაიმარჯვებ და კარგი თუ არა და ხუთეულით უნდა დაკმაყოფილდე და რა პერსპექტივებს გახსნის, უფრო ვიტყოდი ქვეყნისთვის და არა ჩემთვის. აუცილებლად კითხავ ამას, რადგან საუბრობთ ხმის მიცემის პროცედურაზე, მოკლედ რო აუხსნა მაყურებელს, იმიტომ რომ სახელი გვარი უნდა შეიყვანონ. შემდეგ სტარტს დააჭირონ და მეილიც მიუთითონ. გამოვა, ასე ვთქვათ, ნომინაციების ჩამონათვალი, სადაც აირჩევენ უკვე იმ კანდიდატს, ვისაც აძლევენ ხმას, ჩვენ შემთხვევაში მე. და შემდეგი უბრალოდ ის დარჩენილი 4 ნომინაცია შეუძლიათ გამოტოვონ OK-ით და მხოლოდ პირველი მონიშნო, რომ ერთი მეილით გაიგონ, რომ ვინ გახდება გამარჯვებული და რამდენი უნდა გამოტოვონ? დანარჩენი 4 რაც ამოვარდება, უბრალოდ OK-ით უნდა გადავიდნენ. და რადგან არ იცნობენ იმ სხვა ნომინანტებს, შესაბამისად სხვას არ მისცენ ისე უბრალოდ ხმა. ეხლა რას მისცემს საქართველოს? საქართველო ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ჩემი დაგეგმილი ოცნება ასრულდება დარწმუნებული ვარ, ეს დაგეგმილი, რომელიც იყო საქართველოში ჩატარდეს Excel-ის სამიტი. ეს მინდა რომ მომავალ წელს გაკეთდეს და ამისთვის ყოველთვის უკან ვდგავდი ნაბიჯს, იმიტომ რომ ვფიქრობდი, რომ ეს შეიძლება არ ყოფილიყო რაღაცნაირად წარმატებული წამოწყება, მაგრამ რადგან დღეს მე უკვე როგორც კანდიდატი ვარ საერთაშორისო სამიტზე წარმოდგენილი, ვფიქრობ, რომ მომცემს იმ შესაძლებლობას, რომ იქ გაცნობილი საზოგადოება და მივდივარ მაისში ლონდონში, იქნებიან ჩვენი სტუმრები უკვე საქართველოში, როგორც ქართული Excel-ის სამიტის, ასე ვთქვათ, მონაწილეები. დაჯილდოების ცერემონიაზე ცერემონიალზე მივდივარ, კი ბატონო, მივდივარ ცერემონიალზე და პლუს ვხედავ აქ იმ ასე ვთქვათ პოტენციალს, რომ ამ ხალხთან კომუნიკაციით და გაცნობით ჩვენ ქვეყანას ესტუმრებიან. ესტუმრებიან უკვე გამოჩნდება, რომ სოფლიო რუკაზე საქართველოს გამოჩნდება Excel-ის სამიტის კუთხით და რა თქმა უნდა თვითონ Excel-ის პროგრამის მოხმარება საკმაოდ ისედაც პოპულარულია საქართველოში, ეს არ აკლდა პოპულარობა, მაგრამ ლიცენზირების კუთხით უფრო მალე გაიხსნას არეალი იმ ფუნქციონალის და რაც მთავარია, ოდესღაც Excel-ი გახდეს ქართულენოვანი, იმიტომ რომ აქამდე ჩვენ მუშაობთ ინგლისურენოვან ვერსიაზე და ფუნქციებიც კი ინგლისურად არის. ყველა საერთაშორისო კანდიდატს თავის ენაზე აქვს Excel-ი. ჩვენი ოდესღაც იმედია გახდება ჩვენი დარჩა. ამ ხუთეულში ჩვენი. ამ ხუთეულში ჩვენი. ჩვენი დარჩა. ამიტომ ჩვენი გამოჩენით შანსები ქვეყნის ინდუსტრიულ განვითარებას Excel-ის მიმართულებით ხელი შეეწყობა. გიორგი, თქვენი პოვნა არ არის რთული სოციალურ ქსელებში, სადაც ასეთი აქტიური ხართ უკვე ამდენი წელია. ჯორჯ დათუკიშვილი, ასე იპოვით YouTube-ზე, თუ გინდათ მეტი იცოდეთ Excel-ის შესახებ. შესასწავლად ვიცი, რომ უკვე თქვენი ციფრული ელექტრონული აკადემიის ფარგლებში სავაზობთ კურსებსაც, სწორედ ამ აკადემიის დამფუძნებელი გიორგი დათუკიშვილი სტუმრობდა, რომელსაც ჩვენ აუცილებლად უნდა ვუგულშემატკივროთ საქართველოდან, რომ საქართველო უფრო მკვეთრად აკაშკაშდეს ამომავალი Excel-ის ამომავალ ვარსკვლავთან ერთად Microsoft-ის რუკაზე. მადლობას გიხდით.